დავბრუნდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ვართ და ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ გადაცემის მესამე ნაწილში. კერძოდ ეს თემა შეეხება შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მკურნალობას სახელმწიფო ეტაპობრივად თავის თავზე აიღებს და გლობალური ფონდის დაფინანსებას უკვე ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. ჩვენი სტუმარი გიორგი კუჭუხიძე, გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მონიტორინგის და შეფასების ოფიცერი. იმყოფება სტუდიაში. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და მინდა გთხოვ მაყურებელს განუმარტოთ, რას ნიშნავს რომ დაფინანსებას ეტაპობრივად სახელმწიფო აიღებს თავის თავზე და ზოგადად გლობალური ფონდის საქმიანობის შესახებაც. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. პირველ რიგში მოკლედ გეტყვით, რა არის გლობალური ფონდი. ეს არის ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებს, ძირითადად დაბალი შემოსავლების და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს, სადაც ამ სამი დაავადების, ტუბერკულოზის, მალარიის და შიდსის, აივ-შიდსის გავრცელება არის მაღალი. 2003 წლიდან დღემდე კონკრეტულად საქართველოს მიიღო დაახლოებით 100 მილიონ ამერიკულ დოლარამდე დაფინანსება მხარდაჭერა გლობალური ფონდისგან ამ სამ დაავადებასთან საბრძოლველად. დღესდღეობით ქვეყანაში ფუნქციონირებს მიმდინარეობს შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამა და სწორედ ახლა დგება ის დრო, როდესაც აღნიშნულ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიის რეგიონში ქვეყნები ეკონომიკურად ვითარდებიან, შესაბამისად ნელ-ნელა გლობალური ფონდი იწყებს ამ ქვეყნებისთვის დაფინანსების შემცირებას და ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღონ ამ პროგრამების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით. იმისათვის რომ იყოს მზაობა, 3 წელი არის, როგორც ვიცით, ხომ? როგორც მინიმუმ 3 წელი არის და საუბარია, რომ მომდევნო ეტაპზეც არ მოხდება სრულად შეჩერება ამ დახმარების და სავარაუდოდ კიდევ მომდევნო 3 წელიც გაგრძელდება ეს დახმარება, თუმცა მოცულობა ნელ-ნელა შემცირდება. შეჩერებაში რას გულისხმობთ? რა მოხდება რომ? ანუ ნელ-ნელა შემცირებას და შესაბამისად იგივე პროპორციულობით სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდას. ცოტა ხნის წინ, უпроцент ზუსტად გუშინ დასრულა 3დღიანი შეხვედრა 28-30 სექტემბერს, სწორედ გლობალური ფონდის დაფინანსებით და მხარდაჭერით გაიმართა საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 21 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები, და გამოცდილების გაზიარება. ძირითადად ეს იყო გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან აღმოსავლეთ ევროპაში არის უკვე რამოდენიმე ქვეყანა, რომელმაც ეს უკვე შეძლო და ნელ-ნელა საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტით დაიწყო დაფინანსება ამ პროგრამების და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნებისგან ამ გამოცდილების მიღება ამ შეხვედრის. კი ბატონო, ჩვენ ვიცით აი ეს ქვეყნები, რომელმაც უკვე წარმატებით გაართვეს თავი და სახელმწიფომ უკვე აიღო თავის თავზე მთლიანად ამ სერვისის დაფინანსება. დღესდღეობით რამდენად ვართ იმისთვის მზად, რომ გლობალური ფონდი მთლიანად გავიდეს თამაშიდან და სახელმწიფომ აიღოს 100%-იანი წილი? ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ეს სრულად გასვლა და გლობალური ფონდის ქვეყნიდან 1 წლის შემდეგ, ან თუნდაც 2 წლის შემდეგ, მათ აქვს თავიანთი გეგმა და თავიანთი ვადები, რომლის განმავლობაში სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მეცაც გეტყვით, ახლა მომზადდა ახალი განაცხადი გლობალური ფონდისთვის, ტუბერკულოზის და შიდსის პროგრამებისთვის, სადაც განსაზღვრულია 31 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება პროგრამების ფარგლებში. ჩვენ ახლა მიმდინარეობს ზუსტად მოლაპარაკება გლობალურ ფონდთან, შეხვედრის ფარგლებში ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი გლობალური ფონდის დირექტორსა და ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს შორის და ზუსტად ამ ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო წინაპირობა იმისთვის, რომ სახელმწიფო მიიღოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში ახალი დაფინანსება, სწორედ ეს არის, რომ სახელმწიფო მზად არის და პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, რომ ამ 3 წლის განმავლობაში თანდათანობით საკუთარ თავზე აიღებს პროგრამების დაფინანსებას. კონკრეტულად გეტყვით, 2015 წელს, ანუ წლის ბოლომდე, პირველად ისტორიაში, რაც არსებობს პროგრამები, ტუბერკულოზის და შიდსის პროგრამის ფარგლებში პირველი რიგის მედიკამენტები, ანუ კონკრეტული მედიკამენტების ჯგუფი შეძენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით. ანუ უკვე პირველი ნაბიჯი არის, ესე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული აი ამ კუთხით. ეს საინტერესო სახელმწიფო პროგრამები, რომლის მიხედვითაც სარგებლობენ ადამიანები, რა ხდება თუნდაც ამ შემთხვევაში ტუბერკულოზის კუთხით?
სახელმწიფო პროგრამები. ეს გლობალური მაჩვენებელი მაინც რამდენი ადამიანის სარგებლობს. აი, გლობალური ფონდის პროგრამა, ეს არის ერთიანი ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი. ანუ გლობალური ფონდის ინვესტიცია დღესდღეობით ეს არის დაახლოებით 50%-იანი წილი მთლიანი პროგრამის დაფინანსებიდან. იმიტომ რომ პროგრამა მრავლობით სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის მედიკამენტების შეძენა, სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენა და დიაგნოსტირება ზოგადად, ასევე იმ პერსონალის, ვინც ჩართული არის მკურნალობაში, მათი ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის ძალიან დიდი მოცულობითი პროგრამა, მთელი კომპლექსი, რომლის 50%-ს ეხლა რო წარმოვიდგინოთ აფინანსებს გლობალური ფონდი და 50%-ს დღესდღეობით სახელმწიფო. გიორგი, საინტერესო ასევე საქართველოს რეგიონებში რა მდგომარეობაა ამ კუთხით, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და თვითონ ადამიანების ცნობიერებაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამაღლდეს ამ კუთხით, გქონდეთ სწომა ინფორმაციაზე, რომ ასეთ სერვისს ახორციელებს ფონდი და სახელმწიფო ერთად. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე USAID-ის პროექტი და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადამიანების ცნობიერება და ცოდნის დონე ამაღლოს ამ კუთხით. რეგიონებში ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც დავუშვათ თბილისში, დედაქალაქში, იმიტომ რომ ეს პროგრამა არის ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და არის ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, არ არის ისე ფრაგმენტულად რომელიმე რეგიონში. შესაბამისად, ამ კუთხითაც კიდევ ვაპირებთ მომავალში, აი ამ ახალი განაცხადის ფარგლებში, რაზეც ვისაუბრეთ, ახალი 3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ და აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, თუმცა აქამდეც ძალიან აქტიურად ხორციელდება ეს საინფორმაციო კამპანიები სხვადასხვა ორგანიზაციებში. რაც ეხება დაავადებების კუთხით, საინტერესოა ჩვენს შემდგომ რომელი ქვეყნები დგას, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ჭირდებათ ფინანსური დახმარება. იცით რა, ესე კონკრეტულად ქვეყნების დასახელებისგან მაინც თავში ვიყავთ, მაგრამ ანუ ის ქვეყნები, რომელსაც მეტად უჭირთ ჩვენზე ფინანსურად. ძირითადი პრობლემა, როგორც სხვა დაავადების კუთხითაც, ასევე ტუბერკულოზის და შიდსის კუთხით არის აფრიკაში და აფრიკის კონტინენტზე ძირითადად. თუმცა აი ჩვენ რეგიონში, შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპისთვის და ჩვენთვისაც ტუბერკულოზი ეს ისევ და ისევ რჩება სწორი პრობლემა. კონკრეტულად გეტყვით ციფრებს, დაახლოებით წელიწადში 4000-მდე ტუბერკულოზის შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ასევე ჩვენი კუთხით დიდი პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, რომელიც არის უფრო მდგრადი ფორმა ტუბერკულოზის და უფრო რთულად სამკურნალო და უფრო ხანგრძლივად სამკურნალო. გიორგი, თქვა თანდეულით, ანუ როდესაც პაციენტი მიდის, თქვა ანალიზების ჩასაბარებლად და უდგინდება დაავადება, რა პროცედურას გადის ადამიანი. და სახელმწიფო თუ აფინანსებს თუნდაც ამ კუთხის კურნალობას. აბსოლუტურად, კი ბატონო, მადლობა, კარგი კითხვა არის. ანუ ამ შემთხვევაში ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში აბსოლუტურად ყველაფერი დაწყებული დიაგნოსტირებიდან დამთავრებული მკურნალობით ფინანსდება სახელმწიფოს და გლობალური ფონდის აი ამ საერთო პროგრამის მეშვეობით. შესაბამისად, თვითონ ბენეფიციარისთვის, ანუ პაციენტისთვის პროგრამა არის აბსოლუტურად უფასო. იმისათვის, რომ პროგრამაში ჩაერთოს პაციენტი, უნდა ქონდეს რა თქმა უნდა სიმპტომები, შეაწუხოს სიმპტომების თქვა, ძირითადი სიმპტომი ეს არის ხველა, დაბალი ტემპერატურა ხანგრძლივობით, მაგრამ ხველა რა თქმა უნდა ხანგრძლივად უნდა მიმდინარეობდეს 2 კვირა ან მეტი ხნის განმავლობაში და დაუშვათ არ უნდა უკავშირდებოდეს მარტივ გაციებას ან ვირუსულ ინფექციას, რომელსაც ხანმოკლე ხანგრძლივობა აქვს შედარებით, ღამით ჭარბიოფლიანობა, გუნკეთში ტკივილი, ესე წონაში სწრაფი კლება უესრად. აი ეს სიმპტომებია, რომელიც ახასიათებს ტუბერკულოზს. როგორც წესი, ამ შემთხვევაში მიმართავს ხოლმე პაციენტი პირველად ჯანდაცვის რგოლს. ეს შეიძლება იყოს ამბულატორიას, იყოს პოლიკლინიკა და ასე შემდეგ. როგორც კი ექიმი, ეს ოჯახის ექიმი ან ნებისმიერ ექიმი მიიტანს AIDS ტუბერკულოზზე, ავსებს ფორმას და მიმართავს უკვე პაციენტი სპეციალიზირებულ ქსელს. ანუ ტუბერკულოზის ექიმს, ეგრეთ წოდებულ ფტიზიატრს, რომელიც ყველა რაიონშია, ასევე ტუბერკულოზის ცენტრი არსებობს, იცის მოსახლეობა ამის შესახებ, მიაკითხავს უშუალოდ ფტიზიატრს უკვე პაციენტი და ამის შემდეგ მთლიანად დაწყებული დიაგნოსტირებით დამთავრებული მკურნალობით პაციენტისთვის მთელი პროცესი არის უფასო. მისი პრევენცია თუ არსებობს ცენტრში? პრევენცია რომ ისეთ დაავადებაა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და კი ბატონო, ანუ ტუბერკულოზის
ტუბერკულოზი ვრცელდება ჰაერით. ტუბერკულოზი არ ვრცელდება დაუშვათ თუ დაინფიცირებული ან დაავადებული, არა დაინფიცირებული, დაალევს დაუშვათ ჭიქიდან წყალს და შემდეგ მეორე ადამიანი იგივე ჭიქით არის. ამით ტუბერკულოზი არ გადადის. მხოლოდ აეროგენული. რა თქმა უნდა, არც შიცი არ გადადის, არც კოცმით არ გადადის შიცი. ეს არის აეროგენული დაავადება, რომელიც მხოლოდ ჰაერით გადადის. შესაბამისად არის ძალიან დიდი წილი პოპულაციის, ვინც არის ინფიცირებული და ამ ჭხირით, ტუბერკულოზის მიკობაქტერით. თუმცა დაინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას. არსებობენ ადამიანები, ცხოვრობენ ცხოვრების განმავლობაში ისე, რომ ინფიცირებულები არიან, ჭხირი აქვთ ორგანიზმში, თუმცა დაავადებულები არ არიან. არც სიმპტომები აქვთ, არც გადაცემა არ შეუძლიათ დაავადების. როგორც კი იმუნიტეტს, ჩვენ იმუნიტეტს საფრთხე შეექმნება, იმუნოსუპრესია მოხდება, შეიძლება დაუშვათ 10, 12, 15 წლის წინანდელი ინფექცია, რომელიც არის ორგანიზმში, უკვე გადაიზარდოს დაავადებაში და განვითარდეს აქტიური ტუბერკულოზი. პრევენციას გმოდიშ დავამთავრებ, პრევენციაზე მკითხეთ, პრევენცია ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი, როგორც ძალიან ბევრი დაავადების, კარგი კვება, სწორი კვება და მოკლედ ყველა ის აქტივობა, რომელიც ჩვენ იმუნიტეტს, ადამიანების იმუნიტეტს ამაგრებს. ბევრი წლის მანძილზე იყო ხოლმე ესეთი საპატიმრო დაწესებულებებში ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყვნენ ადამიანები და ვრცელდებოდა. დღეს რა მდგომარეობაა? ესეთი კერა გაცალების. კი ბატონო, ეს ციხეები და ციხე მიეკუთვნება ისეთი ტიპის დაწესებულებას, სადაც არის დახურული სივრცე. როგორც ვთქვით, გადაცემა ტუბერკულოზის ხდება ჰაერით. და რაც უფრო დახურულია სივრცე, რაც ნაკლებად ნიავდება, შესაბამისად უფრო დიდი არის შანსი გადაცემის და შემდგომ ციხეში ასევე იმუნიტეტი ადამიანებს არ აქვთ ისეთი კარგი, იმიტომ რომ ისეთი სრულყოფილი ცხოვრებით ვერ ცხოვრობენ როგორც დაუშვათ ადამიანების გარეთ არიან. აქედან გამომდინარე ციხეში ყოველს იყო ტუბერკულოზის პროგრამა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 2011 წლისთვის დაახლოებით 1000-მდე შემთხვევა ჰქონდა, 1200-მდე შემთხვევაც იყო 2010 წელს ციხეში და წლევანდელი წლის მდგომარეობით 200-ზე ნაკლებია უკვე შემთხვევა. ანუ მკვეთრად არის შემცირებული შემთხვევა. და რამ განაპირობა, როგორ ფიქრობთ? ძირითადად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაუშვათ ჩვენი კუთხით ჩარევა რაც იყო და რამაც შეამცირა რაოდენობა, არსებობს ერთ-ერთი შესვლა გადასვლის სკრინინგი, ეგრეთ წოდებული, რაც გულისხმობს. ვინც შედის დაწესებულებაში, საპატიმროში, მათი სკრინინგი ტუბერკულოზზე შესვლისას, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადამიანს ტუბერკულოზი და თუ დგინდება ტუბერკულოზი გადაყავს შესაბამის დაწესებულებაში და იმ დროს, როდესაც პაციენტი ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასცეს უკვე შიდა გადასვლის მომენტშიც, მეორე სკრინინგი, როდესაც ასევე ამოწმებთ ხო არ აქვს ადამიანს პატიმარს ტუბერკულოზი, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გადაცემა. ეს აქტიურად მიმდინარეობს უკვე რამოდენიმე წელია და ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა შემცირება ციხეში შემთხვევების იყო ეს. ასევე კიდევ ის მომენტი, რომ ყველა ადამიანი, ვინც ციხეში აღმოჩნდება აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული, ყველას მკურნალობა ხდება საპატიმრო დაწესებულებაში. ანუ ვაქცინა არ არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა გაიკეთოს ეს ვაქცინა კარგია ვაქცინა. ანუ ვაქცინა აქვს ელოდება მთელი მსოფლიო, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა ზოგადად ტუბერკულოზი და ვისაც გულთან ახლოს აქვს ეს პრობლემა. ვაქცინა არსებობს დღესდღეობით, თუმცა ამ ვაქცინის მიზანი სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით არ არის რომ დაგვიცვას სრულიად ტუბერკულოზისგან. ანუ ეწოდება მოსახლეობასაც, ეს არის ეგრეთ წოდებული BCG ვაქცინა, რომელსაც დაბადებისას უკეთებენ ახალშობილებს. ეს ვაქცინა იცავს ახალშობილს რთული ფორმის გავრცელებისგან. ანუ არსებობს ტუბერკულოზური მენინგიტი, ძალიან საშიში ფორმა და ამ რთული ფორმებისგან იცავს ძირითადად დაბალი ასაკის მოსახლეობას, ბავშვებს. თორე სრული დაცვა ცოტა უფრო ისე რომ დავამთავროთ, განკურნებადია თუ არა ბუნებრივია, იგივე რომ განმარტოთ ადამიანების სრული გამოჯანმრთელება შეიძლება. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ჩვენი მოსახლეობისთვის. ანუ ტუბერკულოზი იკურნება, ეს არის განკურნებადი დაავადება, მხოლოდ არსებობს ბევრი ფაქტორები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ტუბერკულოზი იკურნება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ექიმის დანიშნულებით, რაც იქნება დანიშნულება ექიმის, პაციენტმა უნდა მიიღოს
აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი, არ შეიძლება დავუშვათ 5 მედიკამენტიდან 2-ის მიღება და 3-ის გამოტოვება და ასე შემდეგ. ყველა მედიკამენტი და სამწუხაროდ სხვა დაავადებებისგან განსხვავებით ტუბერკულოზს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა ჭირდება. როგორც სამწუხაროდ ჩვენთან არის ხოლმე რომ ადამიანი უბრალოდ მიხვდება რომ ცოტა კარგად არის მერე წყვეტს მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენ კარგად ხართ გარკვეული ამ კუთხით როგორც ჩანს ანუ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ის რომ როდესაც ადამიანი კარგად გრძნობს თავს და როგორც წესი პირველი მიღებიდან მედიკამენტის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში პაციენტი უკვე ძალიან კარგად გრძნობს თავს და ვერც აღარ საქვს იმის შეგრძნება რომ დაავადებულია ტუბერკულოზით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პაციენტის მოდი ფონდს რომ დაუბრუნდეთ და დავასრულოთ ნელ-ნელა თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა რომელიც გლობალური ფონდის მიერ იყო დაფინანსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით რა მივიღებთ ჩვენ კონკრეტული შედეგები რა ინსტრუქტაჟები შეიძლება რომ გავაკეთოთ იმისთვის რომ უკვე იმ ქვეყნების რიგში ჩავდგეთ რომლებიც დამოუკიდებლად ახერხებენ უკვე რომ გაუწყვნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო ძირითადად საინტერესო იყო ზუსტად იმ ქვეყნების გამოცდილება ვინც გაიარა უკვე ეს ეტაპი და ეს ეკუთვნის ევროკავშირის ქვეყნებს რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში არიან ესტონეთი ლიტვა, ლატვია და ასე შემდეგ. და მთავარი მესიჯი არის ის, რომ საჭიროა ერთობლივი ძალებით მოქმედება. ანუ აქ იყო წარმოდგენილი როგორც სამთავრობო სექტორი ამ შეხვედრაზე, ასევე არასამთავრობო სექტორი და დავუშვათ არსებობს ზიანის შემცირების ქსელი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის არსებობს და ამ ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული და მათი გამოცდილება როგორ დაждდნენ სახელმწიფოსთან ერთად, როგორ ერთიანად შეიმუშავეს გეგმა და როგორ მიაღწიეს ამ წარმატებას. ეს იყო ძირითადი მიზეზი ამ შეხვედრის. ბატონო და იმეც ვიტოვებთ რომ ჩვენ ძალიან მალე მივახცევთ წარმატებებს, ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად წავისვეთ და ეს ყველაფერი ალბათ გაგრძელდება და ლოგიკური გაგრძელება ეწევა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ გადაცემის სტუმარი. გიორგი კუჭუხიძე, გლობალური ფონდის წარმომადგენელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში თქვენთან ერთად ჩვენს დამშვიდობებით ერთგულ მაყურებელს